არის ვიდეო, რომელიც ერთ-ერთმა მომხმარებელმა დადო, ვიდეოს ეწოდება Rhythm of the Everyday, ყოველდღიური რითმი. ემიგრანტების ყოველდღიური რითმზეა საუბარი იმ ადამიანებზე, ვინც საქართველოში ცხოვრობენ. ეს ერთ-ერთი უცხოელი არტისტის მიერ გადაღებული პრინციპში მოკლე ფილმია, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა გაცვლითი პროგრამით და აკვირდებოდა სწორედ მიგრანტთა ცხოვრებას. აი ეს არის ძალიან საინტერესო ადგილი, ძალიან კარგი რომ იპოდრომზე აქცენტი გააკეთა ფილმის ავტორმა. ვერ ვიტყვით რომ სუპერ პროფესიონალური ფილმია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ კადრებს ხედავ ძალიან ხშირად, როდესაც იპოდრომის გარშემო ყოფ ავტოსტრადაზე, ასე ვთქვათ, მივდივართ ხოლმე. აშკარად ეს ადამიანები ან ინდოეთიდან არიან, ან პაკისტანი, ან უпроსტորად შეიძლება შრი-ლანკიდან და რეგულარულად ხედავ რომ ვიღაცა თამაშობს ბეისბოლს, უпроსტორად კრიკეტს. როგორც ხედავთ, ალბათ ფორმებიც აქვს, რაღაც დაჯგუფებულები არიან, სავარაუდოდ ძირითადად უფრო სტუდენტები არიან, სამედიცინო სტუდენტები არიან ძირითადად, რაც შეეხება თვითონ ამ ფილმის ავტორს, ეს მართლაც ცოტა კუსტარული ვიდეო ნამუშევარია, თუმცა თავად ავტორი რიჩარდ ბაკსტორმი არის ედინბურგის უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის ლექტორი, რამდენიმე წიგნის ავტორია და მისი ინტერესის სფერო სწორედ ადამიანების ყოველდღიური რითმი და სპეციფიკაა. შესაბამისად, თუ გაინტერესებთ, თუ რას ფიქრობენ მიგრანტები, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ საქართველოში, რას აკეთებენ საერთოდ აქ, მე მგონი საკმაოდ ინფორმატიულია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის სამოყვარულო ფილმი, ასე რომ მოლოდინი ნუ გექნებათ რაღაცა განსაკუთრებული ესთეტიკის, უფრო ინფორმატიული სახის არის. კეთილი, ჩვენ შეგვიძლია ახლა დაიჯესტზე გავიდეთ და დაუბრუნდებით სულ რაღაც 3 წუთში თქვენ უყურებთ კომუნიკატორს და დაგვიკავშირდით ახლავე.